დოკი მოგესალმებით, ჩემარხზე ხარ. პირველად, კეთილი იყო შენი ფეხი და აბა რა ხდება დღეს, რა თემაში ვართ და რა მოლოდინებია? დღეს რა თემაში ვართ და როგორც იქნა ამდენი წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება აკაპელა, რომელიც ჩემთვის არის ნამდვილი ბეთლი. დღეს ვაცოცხლებთ ამ სფეროს, ბრუნდება ორი ჩემპიონი PvP-დან და ხდება ასე ვთქვათ newcomers, რომლებიც დამწყებები არა ვართ ამ სფეროში ნამდვილად რა. უბრალოდ მეინსტრიმზე პირველად ვართ. ხო. და ვფიქრობ შეგვიძლია ძალიან საინტერესო ბეთლი შევთავაზოთ რა. მადლობა. მე კიდე ჩაგწევ, ნახოთ აბა როგორ დასრულდება. და მოგების იმედი გაქვს, იასნა. იასნა. ანუ მარტო მოსაგებად ვარ ან. დროებით მაშინ. პელე, ისევ და ისევ ჩემთან პოდკასტში, როგორ პოდკასტში კი არა, ბლოგში როგორ ახლა მივეჩვი. საკაიფოდ. მეგეჯერ იყავი პოდკასტში რომ მივეჩვი. ორჯერ ხო? ორჯერ, მე ასეზე და ასე შემდეგ. დღეს როგორ მუღამზე ხარ, რა განწყობაზე ხარ? რა ვიცი. ზოგადად ხალხი მონატრებულია აკაპელა თემებს და კი და ანუ ძალიან მისორდება ეხლა რომ ჩამოვედი ძალიან რაღაც რეპერული ბაცლური სიტუაციაა რა. ყველაფერი კარგად. შე როგორი მოლოდინით ახარ? დაიტენე კარგად, დაწერე თემები. კი. და ოპონენტს იცნობდი აქამდე თუ? არა, მაგრამ ჩემი აზრით მნიშვნელობა მაგას საერთოდ არა აქვს რა. თავარი შეთხზა. მოგვიდე შენი საქმე გააკეთო რა. ტრეკების ამბავში რამე სიახლე? კი, რა თქმა უნდა, აგერ ზეგ ვიღებთ კლიპს. ნელ-ნელა ყველაფერი. ზეგ არის თუ 2 წლის მერე? არა, აქედან ზეგ 23 ივნისი. აჰა. ოკეი. გამიხარდა შენი ნახვა ძმაო. ეხლა გავიგე რომ Facebook-ზე პელემ რო გამომიგზავნა მეგობრობა ის პელი არ ყოფილა წავშლი. არა, სქემია მეგობრები. წავშლი, ესე თუ გამოგიგზავნათ პელემ არ დაიმეგობროთ Facebook-ზე არ არსებობს ეს. всё, დროებით, წარმატებები. მადლობა ძმა. ესე იგი, პოდკასტზე ჯერჯერობით ხელი მიკრა ადრე, მაგრამ ვლოგში გაიჭიდა დივაინაებს როგორ ახარაშები? კარგად, მადლობა დიდი. სალამი შენს მაყურებელს, მივესალმები და ეხლა ვლოგში და შემდეგ ვისაუბრეთ უკვე კიდეც და როდესაც საჭირო იქნება პოდკასტშიც გავიჩიტები ასე რომ ქვია როგორ დღევანდელზე რას ფიქრობ, აბა რამდენად საჭიროა ჰიპ-ჰოპისთვის ეს თემა? თვითონ ეს ბეთლი და მოვლენა ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ჩემი აზრით სწორედ ძალიან კარგი მომენტია იმისთვის რომ აკაპელა ბეთლები დაიწყოს, იმიტომ რომ PvP Flow მაგაზინი, სადაც კეთდებოდა აკაპელა ბეთლები, უკვე BPM-ზე უფრო გადაერთნენ, არ ვიცი გეგმაში რა აქვს, მაგრამ აკაპელები არ იგეგმება, თან პელე, ჯიუნა და კიდე რამდენიმე MC ჩემი აზრით, სხვები ვინც არიან მოწყურებულები არიან აკაპელა ბეთლებს, რაც შეეხება underground ტიპებს, Dogs და Stitches, ახლოდან ვიცნობ ორივეს, Doki ჩემი ძმაკაცია, Doki შესაძლებლობები ვიცი, გონია რომ ჯიუნას 3-0-ზე მოუგებს ამ ბეთლს და დანამდვილებით ვიცი ეგ, იმიტომ რომ ძალიან იჭერი ადამიანი არის, მხატვრულად წერა გამოსდის, პანჩლაინების წერა გამოსდის, ძალიან მარტივად სეტაპების წერა გამოსდის, ყველაფერი Stitches-ზე ბევრი რამე არ ვიცი, მაგრამ რაღაც ლაინები მომისმენია და ისიც ნიჭიერი ბიჭი არის, მხატვრულად და ყველანაირად ბეთლემს ის რა სჭირდება, ყველაფერი აქვს ამ ბიჭებს რა. თავარი ახლა ნერვიულობის ხარჯზე რაღაც შეცდომები არ და შეცდომები იქნება უბრალოდ უნდა გადალახონ ყველაფერი და თავიანთი მაქსიმუმი აჩვენონ და ჩემი აზრით რაღაცა უნდა დაიწყო რა და თან ეს სიახლე იყო რა. ეხლა PvP-ის კონკურენტი იქნება თუ ეგ არ ვიცით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სიახლე არის და კაი ასწორებს რა. ხო, უეჭვე კონკურენცია შეიძლება არც იყოს, კონკურენტული ბაზარი ძალიან კარგია და საჭიროა ხო? არის ასწორებს ხო, იმიტომ რომ ის რაღაცას წაწევს, ეს რაღაცას წაწევს, აქეთ სხვა MC-ები იქნებიან, იქით სხვა MC-ები და ყველა რაღაცას ეცდება რომ გაუმჯობესოს თავის პონჩი რა და საინტერესო თემა იქნება ყველანაირად. მოკლედ, ჩემარხზე უკვე შემოხვედი ვლოგში და გეუბნებით პოდკასტზე რა. აუცილებლად. დროებით. ნახვამდის. არც პირველად, არც უკანასკნელად ჩემთან ვლოგში და დღეს როგორ განწყობაზე ხარ რა შევ? ბიჭო, საკაიფოდ რა ყველაფერი, ნამდვილი ჰიპ-ჰოპი. რაღაც საინტერესო პერფორმანსი მოვემზადე რა, იმის გათვალისწინებთ რომ ოპონენტზე მწირე ინფორმაცია მქონდა ძალიან. ჩემი რაღაცა შოუს პონჩი რომ დავდგი რომ საინტერესო საყურებელი იყოს მაყურებლისთვისაც და დამსწრე საზოგადოებისთვის. ან აკაპელას მონატრებულია ხალხი ხომ? ხო რა. შენს? კი, ან ნახე იგეთ პონტია რა, რომ BPM ბეთლი არის უფრო მუსიკალური ბეთლი რა და აკაპელა ბეთლში აი უფრო რაღაცა ქარიზმა, რაღაც სამსახიობო სკილები ჩანს, ანუ სხვა პლუსებია, სხვა მინუსებია და ჩემი აზრით, ჩემი წარმოსაჩენას, ჩემი რეპის წარმოსაჩენა ძალიან კაი ფორმატია აკაპელა რა და დანარჩენი ერთად ნახავთ რა. ვისაც ეჯახები პირად. არა, ვაფშე აფია ვიცი. ეგ უფრო ძნელია ხო ზოგადად? ბიჭო, ხო, მაგრამ აი რაღაცა მოვიფიქრე რა, როგორ ის ხნა რა. შეთხზი ხო. ხო, მაგის გარშემო როგორ ვიბეთლავ რა, კაკას. რა, რო არ მაფია ვიცი, რა ტიპზე რა. წარმატებები. გაიხარ.
ერთი. რაცა მოიცვა. რა უნდა ველაპარაკო, მე ტიპმა გადის ღმერთი რო არასწორად მოიქცა. არც არასოდეს მიწია ჩაწერა. ვიცოდი მაინც არ შემეწოდო შენი გასწრება. ვიცოდი მაინც არ შემეწოდო ბილბორდზე შენი გასწრება. მე ჩემი საქმე. პროექტები იმას რაც მე ვასება. ვარჩიე თავიანთ ქვეყანაში მეცადა. არც რეპერი და არც პოეტი, მაგრამ მე როლექსი დავდო ეგეთ ფერსატში ერთს ნახავ. დღევანდელ თემაზე რა სიტყვი? მე უკვე დავესწარი შენ და პელეს თემას. ეს არის ვლოგის თემაში, რა? ძალიან და სიახლეა და გაასწორა და შენ როგორ უყურებ ამ თემებს? ახალი პონტი. კი, ძალიან კარგია. ანუ პრაუდი და სიტუაცია, ატმოსფერო ყველაფერი იყო მიმართული იმისკენ, რომ აი, რასაც ვედაპელე ვაკეთებდი და რასაც თოკი და ჯიუნა იზავენ ახლა. ეგ ყველაფერი რომ მაქსიმალურად დაფასოს. ანუ ყველა ელოდება რომ დაიჭიროს რაღაც პანჩლაინი, რაღაც ეტყვი დააფასოს, რასაც გააკეთებ და რაზეც მოემზადე. რა ძალიან კაი გარემოა. პირველი გამოსვლა იყო ხო ბეთზე? კი, პელეს ძალიან დიდი მადლობა. ტყვია თავში იყო საუკეთესო პანჩლაინი, რაც გამიგია. არა, აი, დავის გარეშე მაგალითად ძალიან მაგარი იყო. პელე იყო, მე ვერ ვიყავი. კანჭებში ათი, იმაში ათი, ჯამში ხო? ტურისტის მეგობრები. რეპი, რითმა და პოეზია. MC, მასტერი ცერემონიის. AK ზანგების თამადა უცხოდავს კამანდას და მე შემიძლია გითხრა თამამად რომ ჰიპ-ჰოპი ცოცხალია დღეს და აქ. თუმცა არც ისე ბევრი დარჩა. მითხრა ესენა მახსოვს ვიზამდი ჩემი თავის კონტვის გაცნობას ვიკადებ. მე ვარ საბა, stage name-ი დოგი, რომელიც შემოკლებით დოქტორს აღწერს. ჩემი ვერსები ამტკიცებენ რომ ყველა იქ მიყლეურად არწერს. გულები ესე რა გიჟდა რა?